ეს პატარა ანგელოზი 3 თვის მიქაელია. ბიჭუნა სწორედ მაშინ დაიბადა, როდესაც მისი 7 წლის დაიკო ანინა სიკვდილს მიჰყავდა, მაგრამ ექიმებმა უფლის შემწეობით ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. თუმცა გოგონას ჟანგრთელობის მდგომარეობა ისევ ძალიან რთულია. ალინას კაცობრიობის ყველაზე ვერაგი დაავადება, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. გოგონა ვერ დადის, წამიერადაც კი ვერ დგება ფეხზე, მეტყველებაც არ შეუძლია, მაგრამ დედიკოს თვალებით ანიშნებს, რომ თავისი ძამიკო სეტლთან მიიყვანოს. ღმერთო, როგორი უხილავი ძაფია გაბმული ალინას და მიქაელს შორის, და-ძმის სიყვარული ხომ ყველაზე წრფელი და ძლიერია. ამბარცუმიანების ოჯახი 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ნაქირავებს სახლში ცხოვრობს. რაქნას 30 წლის ახალგაზრდა დედამ წვალებით მოგროვებული ფულით ქირა გადაიხადოს, კომუნალურები, თუ საკვები და ზამთრის დასასმელი უყიდოს ბავშვებს. ავადმყოფ ალინას არც თოჯინები აქვს და არც ფუმფულა დათუნია. ზამთრის პირველ თვეს კი თხელი ტანსაცმლით შეხვდა. გოგონა სიცივისგან კანკარებს. მალე საახალწლო სამზადისიც დაიწყება. ალინას თანატორები მამას საჩუქრებს მიიღებენ მშობლებისგან. საბრალო გოგონა კი ახალ წელს საჩუქრების და თბილი ტანსაცმლის გარეშე შეხვდება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.